ეს თემა არის გარკვეულწილად ბელადის და საერთოდ რაღაც კულტის ტიპის თემა მხატვრულ ლიტერატურაში, ოღონდ არა იმ ტიპის მხატვრულ ლიტერატურაში, რომელიც იბეჭდებოდა ვთქვათ ჩვეულებრივ პერიოდიკაში, ლიტერატურულ პერიოდიკაში, არამედ იმ ტიპის მხატვრულ ლიტერატურაში, რომელიც ქვეყნდებოდა ჩვეულებრივ პრესაში, იყო ეს კომუნისტი, პრავდა თუ სხვა ტიპის მედია. ზოგადად ამ ტიპის თემაზე ძალიან მცირე მასალები არსებობს საერთოდ ქართულ რეალობაში, დაიწერა წიგნი დაახლოებით სადღაც 20 წლის წინ აკაკი ბაქრაძის მწერლობის მოთვინიერება, სადაც არის უფრო ძირითადი შემთხვევები მოცემული, ანუ პოპულარული მწერლების ლექსები კომუნისტებზე და პირიქით და იმ შემთხვევაში იმ წიგნს არც ჰქონდა ამის მიზანი, რომ ვთქვათ განეხილა სხვა უფრო პატარა მწერლების ან შეიძლება საერთოდ მწერლად არ შემორჩენილი ადამიანების სახელები, რომლებიც ძალიან აქტიურად აქვეყნებდნენ იმ პერიოდის საბჭოთა მწერლობაში. ფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი დღეს არ იქნება ამ ადამიანების არც განკიქება და არც თქვათ მით უმეტეს შექება, იმიტომ რომ არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცით იმ რთულ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდით, შეიძლება უარესი რაღაცეებიც გვეწერა ამ პირიქით. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად როგორც მოცემულობა ასეთი არსებობდა შემდეგი. საბჭოთა კავშირში იყო ღმერთი ბუნებრივია, მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში არც ქრისტეს, ანუ პარტიის ლიდერი, იყო ნახევარღმერთები, ცეკას ბდივნები და ასე შემდეგ და იყო უსულო კერპები. ანუ ჩვენ რო წარმოვიდგინოთ რაღაც პანთეისტური სამყარო, თქვა ინდუისტური იქნება ეს თუ ანტიკური, ოღონდ დამახინჯებული ფორმით. აი თქვა წარმოვიდგინეთ რომ ღმერთი არსებობს ყოველთვის, ის ხელშეუხებელია და მისი რევიზია ხდება ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ნახევარღმერთები როგორც წესი კვდებიან ახალი ღმერთების დაბადების დროს და უსულო კერპები, ანუ უსულო კერპებში რა იგულისხმება? უსულო კერპებში შეიძლება ჩვენ ვიგულისხმოთ რიონ ჰესის მშენებლობა. თქვა ან სილოსის კულტი, რომ სილოსი გახდათ, იყო ესეთი სასაცილო ამბავი თივის დამჟავების ტექნოლოგიის ისა რა ქვია აპარატი, რომელზეც იწერებოდა ძალიან ბევრი ლექსი, ძალიან ბევრი უფრო მეტი მინიატურა და ჩანახატი. გეგონებოდათ რომ ეს იყო რაღაც ძალიან აბსტრაქტული და ისეთი თემა, რომელიც პოეტების შთაგონებას იწვევდა. ბუნებრივია ეს არ ხდებოდა ბუნებრივად, მაგრამ ეს ასე იყო. იყო აი სამი ძირითადი კერპი, რომელზეც უნდა ეწერა ლიტერატურაზე, რომლისგანაც უნდა შეექმნა მას დიდი ხატი. ღმერთი, ნახევარღმერთი და კერპი, უსულო რაღაც. საწყის ეტაპზე ბუნებრივია, უნდა მომხდარიყო იმ ღმერთის ჩანაცვლება, რომელიც მანამდე არსებობდა. ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში ეს იყო ქრისტიანული რელიგია, ქრისტე და რიგ შემთხვევებში იქნებოდა ეს მაშინ აჭარისთანად მოხსენიებული აჭარა, თქვათ მუჰამედი, ანუ ისლამი. როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? დავიწყოთ თავიდან, თქვათ 1921 წლიდან. მხატვრული ლიტერატურა, როგორც ასეთი არ იყო მხატვრული ლიტერატურა, ეს იყო მხატვრულად გადმოცემული სტატიები. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ მაგალითად ლექსი, რომელიც მოყვება ჩვენი ამ შეხვედრის შესახებ. ანუ გიორგი ეგელიძე გამოვიდა და რაღაც ამბავი რა. ოღონდ ეს იყო ლექსი, მხატვრული, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ფიქრობდნენ რომ მხატვრულ სიტყვას, ანუ ამ სიტყვით მიწოდებულ ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი ზალა და პროპაგანდა და აგიტაცია იყო განსაზღვრელი ნიშანი საბჭოთა კავშირის არსებობის, საერთოდ ერთ-ერთი ფუნდამენტური ნიშანი. ამიტომაც როცა რაღაც დეკადები ეწყობოდა, იწერებოდა ესე ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა. ანუ ლიტერატურა იყო უფრო მაღლა მდგომი, როგორც აგიტაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. დაიწყეს იმით, რომ შეიქმნა ბელადის კულტის ასამაღლებლად რელიგიური მებრძოლების რაღაც ჯგუფი, რომელსაც ჰქონდათ ძალიან დიდი სვეტი, იმაში რა ქვია, გაზეთში, სადაც წერდნენ სხვადასხვა ლექსებს. აი რა ლექსებს წერდნენ და როგორ ამ ყველაფერს ახლა მე თქვენ გაჩვენებთ, როცა დგებოდა თქვათ აღდგომის დღესასწაული, ფოკუსირება ხდებოდა აღდგომაზე და ჩნდებოდნენ ადამიანები, პოეტები, რომელთა უკან შეიძლება იდგნენ პროფესიონალი პოეტები, მაგრამ უბრალოდ ისინი წერდნენ ფსევდონიმით. არა მაინც იმიტომ, რომ თქვათ რაღაცის ეშინოდა და თქვენ მით უმეტეს სირცხვილის გზნობა აქ უკვე გამორიცხული იყო, იმიტომ რომ მათ უკან რეპრესიის ის იყო და პირიქით დაზარალებდნენ. უბრალოდ მათი იდენტიფიკაცია არ უნდა მომხდარიყო, ანუ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ხალხის სახელით მოლაპარაკეები, ქმნებოდა სამნი, მუშათა ჯგუფი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო კონკრეტული სახელების, მაგალითად ბაბილინა ერქვა ერთ პოეტს, რომელიც ძალიან ბევრ ლექსს წერდა, თქვათ ღმერთის კულტის
ასე ვთქვათ, დასამცრობად, ხო? აი ვთქვათ, ანტირელიგიური კამპანია იყო რუბრიკა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რა არის? ის კი არ არის მნიშვნელოვანი რელიგიას აგრეგირებდნენ სხვა პერიოდებშიც და სხვა საუკუნეებშიც, ბუნებრივია, მანამდე ძალიან ადრე. მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ერთი ღმერთი უნდა ჩაენაცვლებინა მეორე ღმერთს. უფრო მატერიალურ ღმერთს, ბუნებრივია, უფრო ხელშესახებს, ანუ იცოდე იმ ღმერთის არსებობის შესახებ, რომ ის ღმერთი დადიოდა, ნამდვილად ხილული იყო. მაგრამ უნდა ჩაენაცვლებინა და აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღმერთი. აი ვთქვათ, ბაბილინას ლექსი, ესეთი ამბავი მიდის რა. დღეს ჩვენ ახალი ზეიმით გავხსნათ, ახალ წმენაზე მნიშვნელოვანია ეს, დავეყვნოთ მტკიცედ. ანუ ის კი არ ამბობდა რომ წმენა როგორც ასეთი არ უნდა ყოფილიყო. უნდა ყოფილიყო სხვასთან მიმართებაში რა. სრუმორწმუნეცა კვერც ახალი კულტის შექმნა, იმნაირი ადამიანის შექმნა, რომელიც იქნებოდა ყოველთვის მართალი, ანუ ძალიან ბევრი სტატია, გორკი ამბობდა მაგალითად, მაქსიმ გორკი ერთ სტატიაში, ჩვენ იმიტომ უნდა მივყვეთ პარტიას, რომ პარტია არის ყოველთვის მართალი. რატომ არის ყოველთვის მართალი? იმიტომ რომ არის მარქსის, ენგელსის, ლენინის და სტალინის კურსის გამტარებელი. რატომ არის ეს სიმართლის მომასწავლებელი? იმიტომ რომ ესენი არიან ღმერთები. ეს პირდაპირ არ იწერებოდა რომ ეს ღმერთია, მაგრამ უბრალოდ ესენი იყვნენ შეუცდომლები. ანუ ამბობს, თქვათ, ეს ბაბილინა, პოეტი ბაბილინა, ესეთი ადამიანი, თავის ლექსში, რომ ჩვენს თვალწინ უკვე მარცხდება ძველი და ასპარეზი რჩება მომავალს, ჩვენს საზეიმო ავსება გველის, გამარჯვებულნი კვარცხლბეკზე ავალთ. ანუ იქნებოდა აბსოლუტურად ახალი ტიპის რეალობა. საიწერს ერთ-ერთი ივუ ესეთი ადამიანი, უკვე 2 კვირა რაც ლენინის რაიონში დაიწყო ანტირელიგიური კამპანია. ერთ-ერთი რაიონი იყო. კომკავშირის უჯრედებში დაისვა მოხსენებები სააღდგომო დღესასწაულის მავნებლობის შესახებ. უჯრედების საერთო კრებების თანახმად გამოიტანეს დადგენილებები აღდგომის დღესასწაულის წინააღმდეგ. იმ მიზნით, რომ ანტისააღდგომო კამპანიამ ფართო და მასიური ხასიათი მიიღოს, კვირას 15 აპრილს, რომელიღაც დღე აირჩიეს, ალკკ რაი აღმასკომი აცნობს მასიურ ექსკურსიას ზაჰესის მიდამოებში. ექსკურსიაში მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე კავშირელი, მათი მშობელი, ოჯახის წევრები და უპარტიო ახალგაზრდებიც კი. ადგილობრივ, ანუ ადგილზეო მოეწყობა კომკავშირის გასამართლება, რომელმაც ჯვარი დაიწერა ეკლესიაში. გაიმართება ამას რო გაასამართლებდნენ, მე გაიმართებოდა ფეხბურთელთა გუნდის შეჯიბრი და ჯირითი. ანუ რაღაც ესეთი ის იყო, რა ქვია. სასეირო სასამართლო იყო ნამდვილად. ბუნებრივია, ანუ ღმერთის თემის აქეთ არსებობს სამშობლოს თემა, მაგრამ იმდენად მაღალი იყო ბელადის ფენომენი, როგორც ასეთი, რომ 21 წლის უკვე რა, 21 წლიდან მოყოლებული, თქვა 30 წლამდე პრესაში უკვე ჩდება სამშობლოზე ბელადის უპირატესობის განცდა. აი მაგალითად, ბრძენს და გენიოს წინ რომ მიხავხარ, სწორედ ამიტომ გეტრფი მიყვარხარ. ანუ იმიტომ უყვარდა, რომ ამის სათავეში იყო სტალინი. ანუ სამშობლოს იდენტიფიკაციაც ხდებოდა ბელადის ხატზე სწორებაზე. იყო იმდენად კი, აბსოლუტურად ყველა გზა გადიოდა იმაზე და ეს ბუნებრივია იყო პრესა, როგორც ასეთი აგიტაციის იარაღი, ანუ სიმულაცია, აბსოლუტური სიმულაცია, რომელიც რეალობას არ ასახავდა ბუნებრივია არასდროს, ასახავდა მხოლოდ იმას და ამას პირდაპირ მიუთითებდნენ წერილებში, რომ ჩვენ პრესა უნდა ვაქციოთ, აგიტაციის უმთავრეს იარაღად ჩვეულებრივად წერდნენ ეს ადამიანები ამის შესახებ, არაფერი საოცრება ამაში არ